მაქვს ექსკლუზიური ინფორმაცია და ჩემი ვალია გავაცნო იგი საზოგადოებას, თუნდაც ეს დამიჯდეს სიცოცხლის ფასად. რისკი კი დიდია. ისეთ ხალხსა და ისეთ ძალებზე ვისაუბრებ დღეს. ეს არის Deep State-ის მოქმედების სქემა და პირადი შემადგენლობა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში არეულობის მოწყობასა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას. ამ ინფორმაციას მიდასტურებს ორი წყარო, ერთი პროკურატურიდან, ერთი სუსიდან. ორივე წყაროს ვენდობი, ამიტომ ამას გიზიარებთ. 7.200.200 დოლარის კუპიურებზე, რომელიც ამოიღეს ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის სახლებიდან და ვილებიდან, აღმოჩენილია თითის ანაბეჭდები და დნმ-ის მასალა. 4 დღიანი ინტენსიური ოპერატიულ-კრიმინალისტური სამუშაოების შედეგად დადგინდა ამ თანხის წარმომავლობა. ასევე ქრონოლოგია, რა გზა გაიარა ამ ფულმა, სანამ დამნაშავეთა სახლებში მოხვდებოდა. ყველა შეკვრაზე, რომელიც ამოღებულია ირაკლი ღარიბაშვილისგან, აღმოჩენილია და დადასტურებულია მისი ანაბეჭდები. ყველა შეკვრაზე, რომელიც ამოღებულია გრიგოლ ლილუაშვილის სახლებიდან და ვილებიდან, აღმოჩენილია მისი ანაბეჭდები და დნმ. მაგრამ ამ ანაბეჭდებისა და დნმ-ის მასალის ქვემოთ აღმოჩენილია სხვა ანაბეჭდები და დნმ-ის მასალა. შემდეგი ფენა წარმოდგენილია პაატა ბურჭულაძისა და ლევან ხაბეიშვილის ანაბეჭდებით, რითაც მტკიცდება, რომ ი-ღ და გ-ლ ეს ფული სწორედ ნაციონალური მოძრაობის ზემოხსენებული ლიდერებისგან მიიღეს. ბურჭულაძისა და ხაბეიშვილის ანაბეჭდების ქვეშ აღმოჩენილია გერმანიის მოქალაქე ერნსტ პეტერ ფიშერის ანაბეჭდები, რომელიც ამჟამად მუშაობს გერმანიის ელჩად საქართველოში. ეს ფაქტი მოწმობს, რომ მათ თავის მხრივ ეს თანხა სწორედ მითითებული პიროვნებისგან მიიღეს. ჩემი წყაროები მიდასტურებენ, რომ სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გაიწვია გერმანიამ თავისი ელჩი საქართველოდან. ერნსტ პეტერ ფიშერის ანაბეჭდებისა და დნმ-ის მასალის ქვეშ აღმოჩენილია ქალის ანაბეჭდები და დნმ. ინტენსიური კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ის ეკუთვნის ასევე გერმანიის მოქალაქეს ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ბელგიის სამეფოში ქალაქ ბრიუსელში და იკავებს ევროპული კომისიის პრეზიდენტის თანამდებობას. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ეს თანხა ჰანს პეტერ ფიშერს სწორედ მან გადასცა. შემდგომ ბურჭულაძისა და ხაბეიშვილისთვის, ბოლოში კი ლილუაშვილის, ღარიბაშვილისა და ფარცხალაძისთვის გადაცემის მიზნით. ხოლო ურსულა ფონ დერ ლაიენის ანაბეჭდების ქვეშ აღმოჩენილია კიდევ ერთი პიროვნების ანაბეჭდები, დნმ და ქიმიური ნივთიერება, რომელიც განისაზღვრა როგორც სახის ტონალური კრემი, მკვეთრად ნარინჯისფერი. ეს კრემი დატანილია ისეთი პიროვნების მიერ, რომლის ვინაობის დადგენა ჯერჯერობით გამოძიებამ ვერ მოახერხა. მაგრამ ჩემი ორივე წყარო მიდასტურებს, რომ დნმ-ის მიხედვით უკვე ცნობილია, რომ იგიც ნაწილობრივ გერმანული წარმოშობისაა, მისი წინაპრები მაინც. ეს არის მამაკაცი 80 წლამდე ასაკის, სიმაღლით 190 სანტიმეტრამდე, წითური ან ქერათმით. უკვე შედგენილია ფოტორობოტიც, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სულ მალე გაავრცელებს. სწორედ ეს პიროვნება Deep State-ის ჯერჯერობით დაუდგენელი მეთაური და ამ 7.200.200 დოლარის პირველ წყარო, ვინც მთელი თანხა გადასცა ურსულა ფონ დერ ლაიენს, ვინც თანხა გადასცა ერნსტ პეტერ ფიშერს, ვინც თანხა გადასცა პაატა ბურჭულაძესა და ლევან ხაბეიშვილს, ვინც თანხა გადასცეს ირაკლი ღარიბაშვილს, გრიგოლ ლილუაშვილსა და ოთარ ფარცხალაძე რომანოვს. თუ გაქვთ ინფორმაცია ზემოხსენებული 80-მდე წლის წითური მამაკაცის შესახებ, რომელიც სახეზე ისვამს ნარინჯისფერ ტონალურ კრემს, გთხოვთ დარეკოთ 112-ში ან მიმართოთ პოლიციის უახლოეს განყოფილებას. თქვენ დაჯილდოვდებით შეკვეთილის დენდროპარკის ერთკვირიანი აბონემენტით.